როგორია ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა რეგიონში? აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკელი სპეციალისტები სპეციალურ დოკუმენტზე მუშაობენ, რომელიც ტყის ინვენტარიზაციას, ტყეკაფის მართვას და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებს ეხება. აჭარაში ტყის მასივს რეგიონის 67% უჭირავს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა შეშის მომარაგების მხრივ მაინც პრობლემებს განიცდის. დოლოგნელსანი ბეგ საფარიძეს და მის მეზობლებს ბოლო 5 წელია საცეცხლე მერქნის მოპოვებაში პრობლემები ექნებათ. შეშის დამზადებისას მათ უგზოობა და უამინდობა ხანკი ხელისუფლების მხრიდან ნებართვის დაგვიანება უშლის ხელს. უკანასკნელი წლების განმავლობაში მოსახლეობა შეშის მოსახლეობაში არის გაწვალებული. ადრე გაზაფხულიდან შემოდგომამდე შეშას არ გამოწერდნენ, აწვალებდნენ ხალხს. საფუთი გამოიწერებოდა, მაშინ როცა ნალექები მოვიდოდა, წვიმიანი ამინდები იყო, მოვიდოდა ნოემბერში. სოფლის მოსახლეობა ხე-ტყეს გასბობის გარდა სამშენებლო მიზნითაც იყენებს. განსაკუთრებული პოპულარობით წაბლის ხისგან დამზადებული მასალას სარგებლობს. წაბლის პრობლემა გვაქვს ძალიან. დაავადებულია წლების განმავლობაში, მოსახლეობას არავითარ ხელშეუხლებას არ აძლევდნენ, რომ რაიმე მიზნისთვის გამოეყენა, თუნდაც შეშისათვის. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ქსელის მოწვევით აჭარაში ამერიკელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ადგილობრივებს ტყის მართვის პროექტებზე მუშაობაში დაეხმარებიან. მასში გაწერილი იქნება ბუნებრივი მარაგების გამოყენების გეგმა, მავნებლებთან ბრძოლა, ტრანსპორტირების ხარჯების გაცვლა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. აჭარის გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი დოკუმენტი საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომზადებულა. ამ დოკუმენტში იქნება გაწერილი რამოდენიმე წლის განმავლობაში განსახორციელებელი ყველა ის ქმედება და ყველა გადასადგმელის ნაბიჯი, რომელიც რაღაც ლოგიკური ჯაჭვი იქნება, რომელიც მიგვიყვანს სატყეო სფეროს და სატყეო დარგის ჩვენი აჭარის სფეროზე დაყენებაზე რა. ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი დონორი არის ავსტრიის განვითარების სააგენტო, მათთან ერთად მუშაობთ ჩვენ და ვახორციელებთ დიდ პროექტს საქართველოში. ამ პროექტის ერთ-ერთი სამიზნე რეგიონი სწორედ აჭარა არის და ამ აჭარისთვის მოხდება ამ პროექტიდან თანხების გამოყოფა. აღნიშნული პროექტის ამოქმედების შემთხვევაში მოსახლეობა შეშის დასამზადებლად ტყეში შესვლა აღარ მოუწევს. სატყეო სააგენტომ ტყეში გზების გაყვანა უკვე დაიწყო. ახალი სატყეო გზა გავიყვანეთ ჩვენი ტექნიკით. ახალშეძენი გვაქვს ტექნიკა, ჩვენ ვსწავლეთ თუ როგორ გაყავს გზა, შემდეგ როგორ მოვნიშნავთ ტყეკაფებს. გზაზე გაყვანის პერიოდში შემდგომში ძირითადად მოინიშნება ჩვენთან სოციალური ჭირებისათვის ტყეკაფები. დოკუმენტზე მუშაობა მუშას ჯგუფის განმარტებით 6 თვეში დასრულდება.